ზოგადად რა ხდება? ფაქტია, ეხა ხელისუფლების პროპაგანდა რო გვერდზე გადავდოთ, ფაქტია, აი ქუჩაში გავდივართ, საჯარო ტრანსპორტი იქნება, მეტრო იქნება, აი საერთოდ თქვენი ეზოც რომ იყოს, სადღაც რაღაც შემოგარენის რომ იყოს, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველწლიურად ვამჩნევთ რომ აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან ძალიან მასიურად, სტიქიურად ჩამოდიან მოქალაქეები. უკვე ადგილობრივ გარკვეულ სამუშაო ადგილებზეც არიან დასაქმებულები და აი გეგონება, რა ვიცი, ჩვენს გვერდით ცხოვრობს უკვე ეს ხალხი. რატომ ხდება ეს პროცესი? რატომ ხდება? თან ძალიან დაჩქარდა, აქსელერაცია მოხდა აი ამ მიგრაციის. სულ რაღაც 3-4 წლის წინ ასეთი სურათი არ იყო. ნუ მიზეზი სინამდვილეში რამოდენიმეა. პირველი ეს არის პოლიტიკური მიზეზი და პოლიტიკურ მიზეზში მოიაზრება ორი კომპონენტი. პირველი ეს არის ის ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ამ ხელისუფლების პირობებში ატარებს. კერძოდ არავისთვის არ არის დაფარული, რომ აზიისა და აფრიკის 17 ქვეყანასთან, აი ისლამურ უღატაკეს ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს შეიძლება ითქვას უვიზო მიმოსვლა. ნუ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე, თუმცა განმეორდები, ანუ სპარსეთის ყურის დიდარი არაბული ქვეყნების ერთწლიანი ვიზა ან ბინადრობის უფლება თუ აქვს აი ამ 17 ღატაკ ქვეყნის მოქალაქეს, მათ თავისუფლად დაუბრკოლებლად შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, აქ დასაქმება და ზოგადად გამრავლება და ასე შემდეგ. ეს ერთი საკითხი, რაც შეეხება ჩვენს საემიგრაციო პოლიტიკას, რომელიც სასტრაფოდ შესაძლებელია, გასამკაცრებელია. მეორე საკითხი ეხება ზოგადად იმ ფონს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მძვინვარებს, ის იდეოლოგიური შინაარსი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრივ დონეზე გვაქვს გამოცხადებული, როგორც ღირებულება, როგორც სიკეთე, ეს არის ლიბერალიზმი, რომელიც თავისთავად გულისხმობს ტოლერანტობას უცხოელების მიმართ და შეგახსენებთ, ტოლერანტობა ეს არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც გულისხმობს სხეულის მიერ უცხრო ელემენტების მიმართ დამაზიანებელი შემწყნარებლობა, ანუ წესით სხეული ხო უცხო ელემენტს იშორებს, ებრძვის და იმუნიტეტიც ამისთვის არსებობს, რომ უცხო რომელიც აღწევს განდევნოს ან მოკლას ან აღარ შემოუშვას, აი ტოლერანტობა ნიშნავს იმას, რომ აი უცხოს პირიქით იღებ, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ ორგანიზმს აზიანებს. ხო და აი ეს სამედიცინო ტერმინი ამ სამედიცინო შეფასების კუთხით პირდაპირ გატარებულია ჩვენს ქვეყანაში, საერთოდ ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, აი ამ საინფორმაციო დაფარვის თვალსაზრისით მცირე მასშტაბში აქტუალურია მხოლოდ ამ კონსერვატიულ საზოგადოებაში, არც ერთ ლიბერალურ არხზე, არც ერთ სამთავრობო არხზე, არც ერთ მედია საშუალების ეთერში, არც ერთი სპიკერი, მათი პოლიტიკოსი ამ საკითხზე არ საუბრობს. ამ საკითხზე არ ამახვილებს ყურადღებას. რატომ? იმიტომ რომ ლიბერალები არიან. ლიბერალური სახელმწიფოს პირობებში ვარსებობთ, სადაც ეს კარგად არის მიჩნეული, ეს პროცესი, რომ შენს ქვეყანაში უცხო ელემენტი შემოდის, შენ საცხოვრებელ სივრცეს იკავებს, გეტოებს გიქმნის, უკვე რაღაცა სად შეიძლება შემოსვლა, სად არ შეიძლება შემოსვლა, ამ საკითხებსაც რო გირეგულირებს, ეს უნდა ნორმად იყოს მიჩნეული და ნუ ევროპაში ასეა. და ამ თემაზეც გადავალთ, აი ამ ტოლერანტულმა ლიბერალურმა მიდგომამ ევროპას რამხელა პრობლემები შეუქმნა. ეს რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს.
მეორე ასპექტი ეხება უკვე ეკონომიკურ საკითხს, იმ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ასევე ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში, იმ ეკონომიკურ კანონზომიერებებს, რომელიც დაცულია ამ ხელისუფლების და ამ მმართველობის პირობებში, რომელიც მიდრეკილია იმისკენ, რომ აი ამ ხალხს გაუხსნას ფართოდ ჭიშკარი და სტიქიურად, დიდი რაოდენობით, მასიურად შემოიყვანოს ეს ხალხი. ანუ რას გულისხმობ ახლა მე? ვინაიდან ჩვენ ლიბერტარიანულ ეკონომიკურ პარადიგმაში ცხოვრობთ უკვე წლებია, ეგრეთ წოდებული ბენდუქიძის მიდგომებით ვაშენებთ ამ საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას, რატომღაც ოღონდ ვერ ავაშენეთ, მაგრამ ნუ რაღაც აგერ ხო მიდის ეს პროცესი. ამ პირობებში თან იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ადგილობრივი მოქალაქეები და ქართველები აქედან გადიან, ბიზნესი, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი, დაინტერესებულია იმაში, რომ საკუთარ კომპანიებში დაასაქმონ იაფი მუშახელი. მარტივ მაგალითს მოვიყვან. თუ აი მაგალითად გლოვოში, ან რაღაც სატაქსო მომსახურების კომპანია რო იყოს. თუ აი რაღაც ქართველი ერთ შეკვეთას ან რაღაც ერთ მარშრუტზე მიდის რაღაც 5 ლარად, ვიღაც პაკისტანელი, ბანგლადეშელი იგივე სამუშაოს აწარმოებს ორჯერ უფრო იაფად, რაღაც 2.5 ლარად. ცხადი ამ კომპანიებს კომერციული ინტერესი აქვთ იმისთვის, რომ ქართველი არ დაასაქმონ და დაასაქმონ ეს მიგრანტი, რომელიც უფრო მეტ მოგებას მოუტანს ამ ბიზნესმენებს. ანუ ეს არის იაფი მუშახელის ეს ლიბერალური ლოგიკა, რომლის შედეგადაც ეს ხალხი აქ ჩამოდის, ჩვენ სამუშაო გარემოს ცვლის, ჩვენ სამუშაო ადგილებს გვაკვარგვინებს და ეს ხალხი აქ მკვიდრდება. და ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას უწევს ამ ყველაფრის შედეგად აქედან წასვლა, იმიტომ რომ სხვადასხვა შეიძლება ვიღაცამ ესეთი კონტრკითხვა და კონტრარგუმენტი მოიყვანოს, რომ იმუშაოს მაშინ ქართველმაც 2.5 ლარად და კონკურენციაში აჯობოს პაკისტანელს. ეგ არის ეს დებილური ლიბერტარიანული ლიბერალური არგუმენტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაც გვაქვს ცხოვრების დონე, ეგ ცხოვრების დონე უნდა დავწიოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობენ ბანგლადეში და პაკისტანში. ანუ მაგით უნდა ვაჯობოთ. იმით კი არა, რომ პირიქით, მოდი, ეგ ბანგლადეშელები აღარ შემოუშვათ და პირიქით ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე ავამაღლოთ. მაგალითად, იმით რომ, სამუშაო პირობები გავაუმჯობესოთ მაგალითად. ან გარკვეული ფიქსირებული ხელფასები დაუწესოთ. აი როგორც მაგალითად იგივე ევროპულ ზოგიერთ ქვეყანაშია. არა, ეგრე არ უნდა გავაკეთოთ, ანუ უნდა შემოვიყვანოთ ეს ფშიერი ღატაკი პაკისტანელები, რომლებიც კიდევ მოყვები რატომ შემოდიან ისინი აქ. გარდა იქ ეკონომიკური საფუძვლებისა, სხვა ასევე ლოგიკაც არის, ანუ ამ აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მასიურად რატო გარბის ხალხი. ანუ ჩვენ მაგ ქვეყნების დონეზე უნდა დავიყვანოთ ქართველების ცხოვრების რითმი და მაგით უნდა გაუწიოთ კონკურენცია. ეს არის ბოდვა, ეს არის რაღაც სიგიჟე, თუმცა ლიბერალები ამით ამართლებენ ამ პოლიტიკას. მეორე საკითხი, რომელიც ასევე ეკონომიკას უკავშირდება, მდგომარეობს შემდეგში. ვინაიდან საქართველოს არ არის ნავთობით და გაზით და სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა და საბჭოთა კავშირის შემდეგ დავანგრიეთ ჩვენი ინდუსტრია, აგურ-აგურ ჩავაბარეთ ყველაფერი ჯარში. ერთადერთი სფერო, რომელიც აი მსხვილ კაპიტალს და მოგებას ტოვებს, არის მშენებლობა. და შემთხვევით არ არის თბილისის მასშტაბით, რომ რაღაც ყველგან რაღაცეებს აშენებენ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც
სოციალური და ფინანსური მდგომარეობა არ უმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის, რაღაცა გაშმაგებული მშენებლობები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შობადობა კლებულობს, ხოლო ემიგრაცია იზრდება, ანუ ქართველები მასიურად გადიან აქედან, მაინც ეს მშენებლობები გრძელდება. ესე იგი იბადება ლოგიკური კითხვა. ვინ ყიდულობს აი ამ მშენებარე ობიექტებზე ბინებს? თუ ქართველი არ არის მდიდარი, ქართველი არ არის იმ რაოდენობით, უფრო ნაკლებია ვიდრე იყო და პლუს ქართველების ემიგრაცია ხდება, მაშინ ვინ სახდება ამ კორპუსებში? აი, აქაც უკავშირდებით ისევ ამ მიგრაციის საკითხს. ყველა მიგრანტი არ არის ცხადია ღატაკი, ვისაც საშუალება აქვს, ისეთი ხალხიც ჩამოდის და აი სწორედ ეს ხალხი ყიდულობს აი ამ ბინებს, მათ შორის ვინც ახალ აშენებულ კორპუსებში ცხოვრობთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ აი რაღაცა ყველა კონტინენტის მცხოვრები ადამიანი ხშირად არის ერთ რაღაც სადარბაზოში, შეიძლება რაღაც აფრიკელი ცხოვრობდეს, ინდუსი ცხოვრობდეს, ანუ აი რაღაც მულტიკულტურულ გარემოს ქმნით. და სწორედ აი ეს უკონტროლო მშენებლობა, რომელიც ასევე გარკვეულ კომერციულ ინტერესებს ატარებს, ეს ბინა ხო ვიღაცაზე უნდა გაიყიდოს, ეხლა ბიზნესმენი რო ამაში ინვესტიციას დებს, მოგებაც ხო უნდა ნახოს და ცხადი ეხლა ამ ბიზნესმენს არც აინტერესებს მისი მოგების მიღების შედეგად აქ რომ დემოგრაფიული სურათი იცვლება და აქ სხვა უცხო ელემენტები რო დიდი რაოდენობით კომპაქტურად სახდებიან. ეს არის ძირითადი ის პრობლემა, რაც ხელფეხს უხსნის ჩვენს ქვეყანაში ამ უკონტროლო სტიქიურ მიგრაციას. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ იმ საკითხს, თვითონ ეს ხალხი რატო ჩამოდის აქ, ხო? როდესაც ქართველები აქედან მიდიან და ერთ-ერთი ყველაზე, რა ვიცი, ყველაზე ისეთი ხშირად სალაპარაკო თემა სამწუხაროდ ქართველებში, როდის დატოვებს საქართველოს და როდის წავა სხვაგან და ეს რაღაც ნაციონალურ ტრაგედიად გვექცა უკვე. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა, საკუთარ მომავალს არ უკავშირებს საქართველოს და ადგილობრივ გარემოს. ამ ადამიანების мотивация რა არის? ნუ мотивация უკვე რაღაც თვალსაზრისით აღვნიშნე. აზიის და აფრიკის უღატაკესი ქვეყნებიდან ჩამოდიან ეს მიგრანტები, სადაც ცხოვრების დონე არის განუზომლად უფრო დაბალი ვიდრე საქართველოში. მათთვის საქართველოში უბრალოდ ცხოვრება აქ სიარული უკვე, რა ვიცი, 60 სტოლფასია. შესაბამისად, მათთვის мотивация დიდი, როგორც აი ზოგიერთი ქართველისთვის ამერიკაში მოხვედრა არის 60 სტოლფასი, ან სადღაც გერმანიაში მოხვედრა და ოცნებობს, რომ აი ნეტა ამერიკაში ვიცხოვრო, აი დაახლოებით ანალოგიური мотивация ამოძრავებთ ამ ადამიანებსაც. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში არის ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალური ფონი, იქ არის ომები, არეულობები, კრიზისები, ეპიდემიები და თან მაგ ქვეყნებში არის დემოგრაფიული ბუმი. მან მოსახლეობა იზრდება, ვინაიდან რელიგიური და ტრადიციული საზოგადოებებია, შესაბამისად აი ზედმეტი ხალხი, რომელიც მან ისედაც ციღატაკეში ცხოვრობს, აი ბუნებრივი გადარჩენის ინსტინქტით ცდილობს, რომ უკეთეს გარემოში მოხვდეს, უკეთეს გარემოში თვითონ წავიდეს, აი როგორც აი აღნიშნე, აგერ როგორც აი ვიღაცა ამერიკაში მიდის, უკეთესად იცხოვროს, აი ეგ мотивация ამოძრავებთ მათ. ნუ გარდა იმისა, გლობალური დათბობაა, წყლის პრობლემაა, ეპიდემიებია და აი სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ბევრად უფრო რთული კლიმატური პირობებია, მათთვის ნუ საქართველოს როგორც ზომიერ კლიმატურ ზოლში
ყოფი ქვეყანა, იდეალურია საცხოვრებლად. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ლიბერალური გარემოა, საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს, ხოლო ამ გამოტოლერანტებული საზოგადოება პირიქით იმ ქართველებს ამუნათებს და იმ ქართველებს უტევს, ვინც ამ მიგრაციას ეწინააღმდეგება. ცხადი ასეთ პირობებში, რომელი ბანგლადეშელი და პაკისტანელი არ ჩამოვა და არ დასახდება. შემდეგი საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ეხლა რას გამოიწვევს ეს ყველაფერი? როგორც აღნიშნე, ლიბერალებს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებთ, ხოლო ხელისუფლების პროპაგანდა იმას ამბობს, რომ ჩვენ ვაბუქებთ რა, არაფერიც არ მოხდება, კაცო, რაღაც მერე რა რო სადღაც ქუჩა გადაკეტეს და რაღაც თავის რაღაც რელიგიას ავრცელებენ და რაღაც დემოგრაფიულ ფონს ცვლიან. სინამდვილეში, ჩემო კარგებო, თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკულ მაგალითებს, ანუ იგივე პოლიტიკამ რა შედეგი მოიტანა სხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, სადაც იგივე პოლიტიკა ტარდებოდა ათეული წლების განმავლობაში. უკვლებლივ ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზეა საუბარი. ერთი და იგივე შედეგი, ერთი და იგივე კანონზომიერება ფიქსირდება. პირველი, უკონტროლო მიგრაცია იწვევს ეთნიკურ და რელიგიური სურათის ცვლილებას. ანუ მაგალითად არის ასეთი ქალაქი ლონდონი, ყველას გაგვიგია ალბათ, ინგლისის დედაქალაქი, რომელიც ერთ დროს იყო, ინგლისელების რაღაცა თავარი ცენტრი, ხო ასეა. დღევანდელი მონაცემებით, ანუ 2025 წლის მონაცემებით, ადგილობრივი ინგლისელი, თეთკანიანი ინგლისელი ლონდონში არის უმცირესობა. ანუ თვითონ უმრავლესობა კი არის უმცირესობაშია. დღევანდელი მოცემულობით ლონდონის მერი არის წარმოშობით პაკისტანელი. იმიტომ რომ დემოგრაფია რო შეიცვალა და ბალანსიც რო გადაიხარა, ცხადია პაკისტანელებმა და სხვა მიგრანტებმა აირჩიეს თავისიანი. იმიტომ რომ თავისიანი უფრო მეტ შეღავაც გაუკეთებს, უფრო მეტ თავისიანს ჩამოიყვანს, უფრო მეტ ძალაუფლებაზე კონტროლს მისცემს და ცხადია ბუნებრივი ინსტინქტია ეს. უნებრივი ინსტინქტია, რომ რაღაც ტერიტორიაზე შენ მაქსიმალური ძალაუფლება, მაქსიმალური შესაძლებლობები გაიჩინო. საერთოდ რომ შენი იყოს ინგლისი და რაღაც პაკისტანად გადააქციო და დაარქვა, მაგაზეც უარს არ იტყვი. უბრალოდ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა თუ ასე გააგრძელებენ, ეგეც მოხდება. ეს ერთი საკითხი. მეორე, რელიგიური ბალანსის შეცვლა. მაგალითად ასეთი ქალაქია ასევე, ინგლისი მოვიყვანეთ და საილუსტრაციო მაგალითია, ეგეთი ბირმინგემი არსებობს, ეგეთი ძველი ინგლისური ქალაქია, სადაც, ერთ-ერთი ისლამურ ცენტრად ითვლება ინგლისის ტერიტორიაზე და მთლიანად დაკავებული აქვს ამ მიგრანტებს, განსაკუთრებით ამ პაკისტანელებს და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტებს, რომლებიც იქ ყოველწლიურად იკრიბებიან, თავის რელიგიურ რიტუალებს ატარებენ და, ბირმინგემი ითვლება, ერთ-ერთ რაღაც ისლამურ ცენტრად ბრიტანეთის კუნძულებზე. შემდეგი საკითხი ეს არის, რაც ნაწილობრივ უკვე ვთქვი, ანუ დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა ავტომატურად გამოიწვევს ქართველების გავლენების შემცირებას. ეს არის, მარტივი ლოგიკა და კანონზომიერება. იმიტომ რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. სახელმწიფოს რო რაღაცა სახელი ქვია, მაგალითად, სასომხეთი ქვია, იმიტომ ქვია. სასომხეთი რო დომინანტი მოსახლეობა სომხები არიან. და სომხების სახელმწიფო.
საქართველოს საქართველო ქვია, იმიტომ ქვია, რომ ქართველები ჯერჯერობით უმრავლესობაში ვართ და ჩვენი ეთნიკური, კულტურული და რელიგიური შინაარსი დომინირებს. მაგრამ თუ ეს დემოგრაფიული ბალანსი შეიცვლება, ანუ თუ მაგალითად ქართველი ნაკლები იქნება, მაგრამ არ ვიცი აი რაღაც პაკისტანელი მეტი იქნება, ცხადია ქართველების გავლენა ყველაფერზე, ყველა ასპექტზე, სახელმწიფოებრივი ასპექტიდან დაწყებული, კულტურული, სოციალური, ფინანსური ასპექტით, ბიზნეს ასპექტით დამთავრებული ქართველების შესაძლებლობები და ქართველების გავლენები შემცირდება.